Კიდე მინდა რომ ოჯახზე მოვყვე. მე მგონი თან ბავშვობაში მაქვს ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ 15 წლის წინ თქვენგან მოსმენილი ეს ანეკდოტი და ძალიან შემიყვარდა. 15 ან 12 წლის წინ. რამდენი წლის ხარ? 51. 15 წლის ფაქტიურად ტოლები ვარ და ეტყოს. ძალიან ადრე მაქვს მოსმენილი თქვენგან და ძალიან მომეწონა ეს ანეკდოტი და დღემდე ძალიან. მე თუ ჩემო როგორ დავბერდი. ნუ ერთ სიტყვით დავიწყო? აბა რა უნდა ოჯახია ეს სიტყვით და მაინტერესებს რა წვებოდი პატენცებულო ტელემაყურებელო 15 წლის წინ რა ანეკდოტს წვებოდი მაინტერესებს შვილი ყავთ ერთ სიტყვით ცოლ-ქმარს რა და ყოველგამე რომ დაწვევიან რა ამ შვილსაც დააწვენენ აძინებენ და ეხლა რაღაც მოუნდებათ რა ცოლ-ქმარს ეხლა ლოგიკაში და შვილს გამოზახებენ რომ გძინავსო და ეს ბავშვი ეტყვის რომ არაო რა და ადგებიან და დასწრებენ ცემენ რა ერთ სიტყვით რა და გაიძინე და ცემენ რო არ ძინავთ რა ეხლა უნდათ ხა მოთხოვნილება აქვთ ეხლა და ნუ ერთი კვირა გაგრძელდა ესე რომ ამ ბავშვს დაუძახებენ გძინავს არა კიდეც ცემენ და დაიღალა რა ეს ბავშვი რა გააკეთოს ეხლა და მივიდა პაპამისთან შეშილა პაპიო რა აი ეს ხდებაო ესე მიტყავენო ყოველგამეო დედა ჩემი მამა ჩემი ცემენო გძინავსო არაო და ესე ცემენო და რა გავაკეთო და შეუტვინო შეიძლება რა უნდა გააკეთო ბიჭო ხმა არ მოიღო ჩუმად იყავიო ხო და მითო გძინავსო და ისინი თუ კაცო არაფერს აღარ გეტყვიანო რა და კარგი პაპი მადლობაო რა და დაწვევიან ეხლა კიდე დააწვევენ ბავშვს და აბა აროჩო და გაზახებენ გძინავსო და ეს ხმას არიღებს ჩუმად არის რა გძინავსო კიდე დაუძახებენ და კიდე ხმას არიღებს ჩუმად არის და დაიძინო მოდი დავცხოთ და რატომ უნდა დავცხოთ კაცო ხომ ძინავს არა წამოხდება